ეს ახლა მთავარი კითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუცია აწესრიგებს ურთიერთობებს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის და მათ უფლებამოსილებებს და ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა საპარლამენტო შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომლის შემდგომაც 2 დღეში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს ნდობა გამოცხადებული პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავის მხრივ ასევე 2 დღეში უნდა წარადგინოს მინისტრები და დანიშნოს ისინი თანამდებობებზე. კონსტიტუციაში ასევე წერია, რომ თუ კი პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და არ დანიშნავს ახალ პრემიერ-მინისტრს, ის დანიშნულად მაინც ითვლება და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსტიტუციის მიხედვით ეს უფლებამოსილება, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ფორმალურია. ეს უფლებამოსილება დაუტოვა ქართულმა ოცნებამ საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა ეს არის მისთვის ერთგვარი შანსი პოლიტიკური დემარშისა თუ პოლიტიკური შურისძიებისა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო და მასთან სამართლებრივი დავა დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ეს კითხვები დავუსვით ეკა ბესელიას, რომელსაც ახლო კონტაქტი აქვს სალომე ზურაბიშვილთან. ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში თქვა, რომ ის რომ იყოს საქართველოს პრეზიდენტი, ამ ტიპის გადაწყვეტილებას, ამ ტიპის შანსს გამოიყენებდა და ხელს არ მოაწერდა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი მოლოდინი არ აქვს, რადგან ამბობს, რომ ის პირადი შურისძიების მოტივებით არ ხელმძღვანელობს პრეზიდენტის რანგში და არ ვიცით მოკლედ რას გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. ეს ერთ-ერთი მთავარი და დამაინტრიგებელი საკითხია პარლამენტშიც ოპოზიციისთვის, რადგან ისინი ელოდებიან, რომ საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება პროცესი, თუ კი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ საგაზაფხულო სესიის დასაწყისში ქართული ოცნება ასევე მოისმენს სალომე ზურაბიშვილის საკმაოდ კრიტიკულ გზავნილებს. საქართველოს პრეზიდენტს ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერი უთქვამს და საჯაროდ არ უსაუბრია ირაკლი კობახიძის პრემიერობის კანდიდატობაზე და შესაბამისად ჩვენ ისევ ღია გვაქვს კითხვა, მოაწერს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის წარდგენას და გამოიყენებს თუ არა მასთან დაპირისპირებისთვის ამ შანსს. თუ არ მოაწერს ხელს კონსტიტუციაში ესე წერია, რომ 2 დღეში მაინც ითვლება, რომ პრემიერის წარდგენა მოხდა. ამიტომ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგალითად არ მოაწერდი ხელს, მაგრამ თვითონ არ ვიცი რა სიზავს. მე ჩემი განწყობა გითხარით, მაგრამ პრეზიდენტი არ მოქმედებს ხოლმე პერსონალური განწყობებით და როგორც არ უნდა იქცეოდეს კობახიძე პრეზიდენტის მიმართ, მე არ მგონია ისე მოიქცეს როდესმე პრეზიდენტი კობახიძის მიმართ. პრეზიდენტი არ არის შურისმაძიებელი და კაცი, რომელიც დამარცხდა პრეზიდენტთან იმპიჩმენტის პროცესისას, საინტერესოა რას მოიმექებდეს, მით უფრო როდესაც ვიცით, რომ პრეზიდენტს ხელი აქვს მოსაწერი მის დანიშნვასთან დაკავშირებით და მოცემულში როდესაც ცივიუმი აქვს გამოცხადებული ქართულ ოცნებას წაგების შემდგომ პრეზიდენტთან. ამიტომ ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სანახაობა იქნება. ბევრად უფრო ღირსეული პასუხი იქნებოდა დამარცხებული კობახიძისთვის პრეზიდენტი თუ მოაწერს ხელს მის დანიშნვას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად რეალური ფუნქციები აქვს პრეზიდენტს და რამდენად ქვევით არის მას შესაბამისად პრეზიდენტის გადასაწყვეტია ეს ხელს მოაწერს თუ არა, მაგრამ თუ ხელს მოაწერს, ეს კიდევ უფრო მაღლა დადგება ქართულ ოცნებაზე, ისევე როგორც არაერთხელ დავდგა. ამის შესახებ პირველებმა კითხვა დავუსვით კახა კალაძეს ცოტა ხნის წინ. თბილისის მერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ის სიურპრიზებს არ ელოდება, შესაბამისად აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი დანიშნავს ახალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და მისი პასუხი ასევე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სავარაუდოდ ამაზე არ უფიქრია ქართულ ოცნებას. ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის მიხედვით დიდი გავლენა ამ პროცესზე სალომე ზურაბიშვილს არ აქვს, ეს უბრალოდ შანსია მან აჩვენოს პოლიტიკური დემარში ქართული ოცნების წინააღმდეგ. კახა კალაძე ასევე საუბრობს სამთავრობო ცვლილებებზე, აქებს ირაკლი ღარიბაშვილს, ისევე როგორც აქებს ირაკლი კობახიძეს და ამბობს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, ბუნებრივი როტაცია, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ არის გადაწყვეტილი. ირაკლი არსად არ მიდის, ის იბარებს პარტიას და ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შეუდგებით 2024 წლის არჩევნებში და არჩევნო კამპანიას. ირაკლი კობახიძეს მინდა გულწრფელად წარმატებები უსურვო, მას ძალიან დიდი როლი აქვს პარტიის სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, გაძლიერებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველთვის ხდება ცვლილებები და ეს რაღაც სიახლეს არ წარმოადგენს. შეიძლება დღეს ერთ პოზიციაზე იყო, ხვალ მეორე პოზიციაზე. მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის, რომ სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის უნდა ემსახურო შენს ქვეყანას, ემსახურო შენს ხალხს და ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რაიმე სიურპრიზებს არ ველოდებით. ანუ ველოდებით რომ მოაწერს ხელს. ალბათ.
მიუხედავად იმისა, თუ რას გადაწყვეტს სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძე მაინც დაინიშნება. არსებული ინფორმაციით ის ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც ამ პოსტზე წარადგენს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ასევე აკომპლექტებს საკუთარ გუნდს და როგორც მმართველი პარტიის დეპუტატები მიანიშნებენ, გამორიცხული არ არის, რომ საპარლამენტო წიაღიდან, როგორც თავად ამბობენ, სხვა დეპუტატებიც გადაინაცვლებენ მთავრობაში. მედიაში ვრცელდება ამის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საუბარია ნიკოლოზ სამხარაძეზე, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით ირაკლი კობახიძე ამზადებს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასასვლელად. ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მედიასთან ნიკა სამხარაძე, ბევრი ლოდინის შემდეგ მან ისურვა მედიასთან კომენტარის გაკეთება, თუმცა ის უარყოფს მსგავსი ტიპის შემოთავაზებას და ასევე ცდილობს არ უპასუხოს კითხვას, რომ ჰქონდეს ირაკლი კობახიძისგან ამ ტიპის შემოთავაზება, ის დათანხმდება თუ არა, რომ იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ირაკლი კობახიძე არის კანდიდატი, რომელიც ხვალ იქნება განხილული ყრილობაზე პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა. გაველოდოთ ხვალინდელ დღეს და პრემიერ-მინისტრი წარადგენს კაბინეტს. რაც შეეხება ჩემს თავს, მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ვარ აქ პარლამენტში და ვაგრძელებ მუშაობას კომიტეტის თავმჯდომარედ. მიიღეთ თუ არა შემოთავაზება, რომ საგარეო უწყებას უნდა უხელმძღვანელოთ? კი ბატონო, ეს აგერ თქვენ კოლეგებს უთხარი, კიდევ ერთხელ თქვენს გაგიმეორებთ, რომ შემოთავაზება არ მიმიღეთ. ამას გარდა ნიკოლოზ სამხარაძემ მედიას ასევე უთხრა, რომ მას აქვს ინფორმაცია, ვინ გახდება საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა ის არ იყოს ამ პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძის მიერ. მოკლედ, ბოლო საათები რჩება, ვიდრე ყრილობა დაიწყება ქართული ოცნების და გვეცოდინება, ვისზე გააკეთებს არჩევანს ბიძინა ივანიშვილი. ერთი ის, რაც ვიცით, არის ის, რომ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი და შემდგომ თავად კობახიძე წარადგენს ჯერ პოლიცსაბჭოს და შემდგომ პარლამენტს უდგენს საკუთარ გუნდს და არსებული ინფორმაციით რამდენიმე მინისტრი შეიცვლება, რომელთა სიის დაკომპლექტება სავარაუდოდ ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ისე რომ ქართული ოცნების ბევრმა წევრმა ამის შესახებ არაფერი იცის. ასევე არაფერი ვიცით სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს თუ არა, რომ ხელი მოაწეროს პრემიერ-მინისტრის დანიშვნას, ირაკლი კობახიძის დანიშვნას, რომელმაც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში და მისი იმპიჩმენტი დააპირა. ამ პროცესს მომავალ კვირას დავაკვირდებით.